გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. ეს არის ტვინის გასაღების ანალიტიკის მე-7 ეპიზოდი. მე გახლავთ თორნიკე ბაღათურია. დღეს ჩვენი გადაცემა იქნება ოდნავ განსხვავებული. ვისაუბრებთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ღვაწლზე, მეუფეშიოზე, ზოგადად პატრიარქის არჩევაზე, უკრაინის ავტოკეფალიაზე, შიგნით არსებულ სიტუაციაზე და სხვა მრავალ საინტერესო თემაზე. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი არის მამა არჩილი. გამარჯობა მამაო, მადლობა რომ გვეწვიეთ. ჩვენი საუბარი მინდა დავიწყო ჩვენი პატრიარქით და მისმა გარდაცვალებამ აჩვენა, რომ რა ძლიერ უყვარს ის ქართველ ხალხს და არა მარტო ქართველ ხალხს. თუ შეიძლება უფრო დეტალურად რო განვიხილოთ, აი რა ღვაწლი აქვს ჩვენ პატრიარქს ჩვენი ქვეყნის წინაშე. მოგესალმებით, ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად ასე. იმყოფებით აღდგომის პერიოდში, ყველა სულოცავ მსმენელებს ამ დღესასწაულს. რა შეიძლება ახლა ითქვას მის უწმინდესობაზე, იმდენი ითქვა და ისეთი ხალხის მიერ მიეცა შეფასება მის მოღვაწეობას, რომ ახლა ახალს მე რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ დავუმატებ. ალბათ უბრალოდ აი ჩვენი მსმენელისთვის რომ უფრო იოლად აღსაქმელი გახდეს რა გააკეთა ჩვენმა პატრიარქმა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის, ალბათ უნდა თითოეულმა ჩვენთაგანმა ვნახოთ რა დახვდა უწმინდეს, როცა მოვიდა საქართველოს ეკლესიის სათავეში და რა დატოვა მან, როცა წავიდა ამ ქვეყნიდან და შეუერთდა იმ უფალს, რომელსაც ემსახურებოდა მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში. დახვდა რა? დახვდა აბსოლუტურად განადგურებული ეკლესია, შეიძლება ესე ითქვას, ეკლესიას ვერავინ და ვერასდროს ვერ გაანადგურებს, მაგრამ აი ადამიანური თვალსაზრისით მას აბსოლუტურად განადგურებული ეკლესია დახვდა. დახვდა დაახლოებით, ეხა არ მინდა ზუსტ ციფრს ვერ ვიტყვი, დაახლოებით 3 ათეული ეკლესია მოქმედი მთელი საქართველოს მასშტაბით და ალბათ მაქსიმუმ ამოდენივე სასულიერო პირი მთელი საქართველოს მასშტაბით. არ მინდა ახლა არავის შეურაცხყოფა მივაყენო და არც ვაყენებ ცალსახად, ყველა ამ ადამიანის ღვაწლი განუზომელია ჩვენი ეკლესიის, მაგრამ უბრალოდ რო წარმოიდგინოთ, არ არსებობდა სასულიერო სასწავლებელი. საერთოდ საქართველოში არ ქონდა უფლება ეკლესიას რომ აღეზარდა ესე ვთქვათ სასულიერო დასი. კიდე ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვამბობ რომ უღირსი იყო ვინმე მანამდე, პირიქით უდიდესი ღვაწლი გაწიეს მათ აი იმ ძალიან რთულ პერიოდში, მაგრამ მდგომარეობა და მოცემულობა ეს იყო. უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის რო წარმოვიდგინოთ, როგორი წნეხის ქვეშ იყო საქართველოს ეკლესია, საქართველოს ეკლესიის პატრიარქს არ შეეძლო არც ეპისკოპოსის და არც სასულიერო პირის კურთხევა სვეტიცხოველში, ჩვენს დედა ეკლესიაში და არც მირონის მოხარშვა იქ. აი ამდენად შეზღუდული იყო მისი მოქმედების არეალი. ახლა რა დატოვა? დატოვა 2000-ზე მეტი ეკლესია, დაახლოებით 3000 სასულიერო პირი, სემინარია, აკადემიები არა მარტო დედაქალაქში, არამედ ეპარქიებშიც სრულად მოქმედი. ეპარქიები, რომელიც მანამდე არსებობდა მხოლოდ ფურცელზე, ფაქტობრივად მხოლოდ ფურცელზე არსებობდა, დღეს სრული სავსე საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრობენ, ეპისკოპოსებით, მღვდლებით, დიაკვნებით და უამრავი საერო ხალხით. ამიტომ ალბათ მარტო ამის თქმაც კი საკმარისია, რომ ადამიანმა მისი ღვაწლი შეაფასოს როგორც განუზომელი ჩვენი ერის და ეკლესიის წინაშე. თუმცა მარტო ეს არ არის. აი მე მინდა გაგახსენოთ მისი უწმინდესობის სიტყვები, რომ საქართველო გაბრწყინდება, მას ძალიან უყვარდა ამ სიტყვების გამეორება. საკუთარ თავს ვამხელდა, ვიტყვი, რომ მე ამ სიტყვებს ძალიან სკეპტიკურად უყურებდი ხოლმე ბევრი წლის უკან, მაშინ როცა ბევრად უფრო ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან სკეპტიკურად უყურებდი, ახლა ხედავდი რა ჩვენი ქვეყნის სავალალო მდგომარეობას, ფიქრობდი, რომ ეს მხოლოდ მისი რაღაც ოცნება იყო, რომელსაც გამოთქვამდა სიტყვით. თუმცა მიხარია რომ უთქვა, რომ წარედ ვცდებოდი ამაში, საქართველომ გაიბრწყინა და არაერთხელ
გაიბრწყინა უპირველეს ყოვლისა მისი უწმინდესობის მოღვაწეობით, მაგალითად უპირველეს ყოვლისა აღნიშნავდი მის მიერ საეკლესიო, სოფლიო საეკლესიო საბჭოს დატოვებას, აქედან გამომდინარე ეს ნიშნავს ეკუმენური მოძრაობას, ეს ერესთა ერესის დატოვებას, რომელიც არის პირდაპირ ვიტყვი საფუძველის დამანგრეველი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ამ საბჭოს დატოვების დროს გაიბრწყინა საქართველოს ეკლესიამ, ასევე ცალსახად საქართველოს ეკლესიამ გაიბრწყინა მაგალითად სულ ახლო წარსულში, როდესაც მთელი ესე თქვა ცივილიზებული სამყარო ცდილობდა გარყვნილების პროპაგანდას მთელ სამყაროში, მისმა უწმინდესობამ თავის ერთგულ სასულიერო პირებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შეშინებოდა ამ ყველაფრის და წინააღმდეგ წასულიყო და ეთქვა, რომ ამას ქართველიერი არ მიიღებს. გახსოვთ თქვენ, როდესაც მივიღეთ ჩვენ სამწუხაროდ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის ესე ვთქვათ მიზანი საერთოდაც არ იყო ვინმეს დისკრიმინაციისგან დაცვა, არამედ იყო ცოდვის დაკანონების მცდელობა, ცოდვის ნორმალიზების მცდელობა მისმა უწმინდესობამ ამბიონიდან განაცხადა, რომ ქართველი კაცი ცოდვას არასდროს არ მიიღებს და ამას სათნოებას არასდროს არ დაარქვევს. ამას მოყვა კიდევ ერთი გაბრწყინება 17 მაისს, როდესაც უწმინდესმა დააწესა მოგცა ლოცვა კურთხევა, რომ ამ დღეს მთელი სამყაროს წინააღმდეგ ჩვენ აღვენიშნა ოჯახის სიწმინდის, მშობლების პატივისცემის დღე და ჩვენ ნახეთ, როგორ ზეიმობს იმის მერე ჩვენი ეკლესია და ხალხი, ზოგადად ხალხი ამ დღეს. და კიდე ესია, ეხლა დიდხანს შეიძლება გავაგრძელოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უდიდესი მიღწევები, რომელიც მან ესე ვთქვათ, კორონას პერიოდშიც კიდე. ეს COVID ისტერია ხო საერთოდ, მადლობა რომ გამახსენეთ ორნიკე, ეს საერთოდ ესე ვთქვათ, შეშინებული მთელი სამყარო, სოროებში გამოკეტილი, ყველა ვერავინ ვერ ბედავს გარეთ გამოსვლას, მის უწმინდესობაზე მიდის ტელევიზიით თუ ისე უდიდესი წნეხი, რომ მან რო ვერ დააკეტინეს ტაძრები, მე იმას ეხვეწებოდნენ, იქნებ ის მაინც თქვა, რომ სახში აღნიშნონო, ესეც არ თქვა არავითარ შემთხვევაში. ამას როგორ ვიტყვი, მთელი ცხოვრება ხალხს უხადაგებ, ეკლესიაში მოდითო და მთელი ჩვენი სარწმუნოების ცენტრი არის აღდგომა და აღდგომას ხალხს როგორ უთხრა სახში დარჩითო და არა თუ ეს არ გააკეთა, თუ გახსოვთ, პირბადეც კი არ გაიკეთა თვითონ. მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო ყველას პირბადე ეკეთა ხოლმე, მან თვითონ პირბადეც კი არ გაიკეთა. ასე რომ ესეც კიდევ ერთი გაბრწყინება იყო ჩვენი ქვეყნის მსოფლიო არენაზე და ეს აი წარმოიდგინეთ, ამან მარტო ის კი არ მოუტანა მის უწმინდესობას მისმა ასეთმა მართკვეთელურმა გადაწყვეტილებებმა, რომ საქართველოს ხალხის ცემს პატივს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მას უდიდეს პატივს ცემენ და ჩვენმა ხალხმა კიდევ ვფიქრობ, რომ ღირსეული პატივი მიაგო, რასაც არც ერთი ჩვენთაგანი არ ველოდით, რა თქმა უნდა, ეხა უზარმაზარ პატივის ცემას ველოდით, მაგრამ ამას, რაც ჩვენ ვნახეთ, ამას არავინ არ ელოდა. რა ეს იყო, რა ვიცი, აი. ალბათ როგორც ბევრი საუკუნის წინ 100,000 მოწამე ესე რაღაცა მაღძრა, რომ თავი დაედოთ, აეხლაც რაღაცა მარა სულიწმინდა მაღძრა საქართველო, რომ პატივი მიეგო იმ ადამიანისთვის, ვინც მთელი ცხოვრება შეწირა ამ ქვეყანას და ეკლესიას. მე ესე ვფიქრობ და ეს იყო ზეიმი. ეს არ იყო მწუხარების გასვენება, ეს იყო ზეიმი. ყველას უხარო და ამდენი ჩირქის, ამდენი უბედურობის როლის მერე ვფიქრობ, ყველა მცხვირი მოიხოც. ამდენი მილიარდების დახარჯვის მერე, რომ ეკლესიისთვის არ მოესმინა, ჩვენ გვახსოვს ხო ნარატივები, რომ ეკლესიას აზრს ვერ შეაცვლევინებთ, ამიტომ უნდა ვიმუშაოთ, რომ ეკლესიას ხალხმა არ დაუჯეროს და ჩვენ ნახეთ საოცრება. ეს ასწაულია, ამას სხვა სიტყვას ვერ დავარქმევ და მადლობა მის უწმინდესობას ამისთვის და ჩვენ ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი დანატოვარი. ესა უმნიშვნელოვანესი დღეს, რომ არ გავაფუჭოთ. ისედაც ამ კაცმა დაალაგა, ახლა ჩვენ არ გადავყაროთ წყალში. აი მამა, ახლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე დგება ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, 50 წლიანი ეპოქა
დასრულდა და საქართველოს უნდა აირჩიოს შემდეგი პატრიარქი. ილია მეორემ 2017 წელს თავის მოსაყრე დაასახელა მეუფე შიო. ეს ჩემი აზრით არ იყო ერთ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, ეს წლების შედეგად ნაფიქრი გადაწყვეტილება თელი თავის მოღვაწეობის განმავლობაში პატრიარქი ფიქრობდა, რომ ვინ უნდა გამხდარიყო შემდეგ პატრიარქი. და ეს თავის ესეთი სურვილი განგვიცხადა. და ბევრი მithქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსაყრეობა არანაირ უპირატესობას არ წარმოადგენს და თუ შეიძლება ეს რომ განგვიმარტო დეტალურად აი როგორ არის. ესე იგი, არ ვიცი თუ ვინმესთვის მის მოუწმინდესობამ დატოვა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს იყო ადამიანი, ვინც ნაჩქარევად გადაწყვეტილებას იღებდა რაღაც ცხელგულზე ან ვინმეს გავლენით, ძალიან ცდება. ესე იგი, უბრალოდ ამ ადამიანს ეს ბოლო 50 წელი ალბათ ეძინა. თორე უწმინდესი ასე შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს. ადამიანს ვინმეს თქვათ ძალდატანებით ან ნაჩქარევად რაიმე გადაწყვეტილებას იღებდა, ამიტომ არ მგონია რომ მეუფე შიოს არჩევა იყო რამე ნაჩქარევი ან ძალდატანებით. ამ სიტყვასაც რო ხმარობ ცოტა მცხვენია კიდევაც, ახლა ძალდატანებით რანაირად პირადად ასწავლიდა და ხელმძღვანელობდა მეუფე შიოს ესე ვთქვათ მსახურებას, როგორც ეკლესიის მეთაურის ამ 9 წლის განმავლობაში მისი უწმინდესობა. მე რამდენადაც ვიცი, მეუფე შიოც არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებდა მის უწმინდესობასთან. ეხლა არ გულისხმობ რაღაც ყოფით გადაწყვეტილებებს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ყველაფერს მის უწმინდესობას უთანხმებდა. და ახლა თქვენ თვით რომ ფიქრობდა, რა თქმა უნდა იფიქრებდა, ახლა რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, რომ აი ეს ყველაფერი ააშენა ამ ადამიანმა, ეხლა როგორ ფიქრობთ, რომ ის არ იფიქრებდა, ეს ვის უნდა ჩაბარდეს მერე? ჩაბარდეს როგორ ეხლა კაცო, ყველაფერი ღვთის არის ამ ცის ქვეშ. ჩვენი ეკლესიაც ღვთის ხელში არის და ქრისტეა მისი თავი, მაგრამ ადამიანურად ის ფიქრობდა, ვინ იქნებოდა საუკეთესო ესე ვთქვათ პიროვნება, რომელიც შეძლებდა რომ ეს ნაშენები, ნაწვალები, ნალოლიავები ღირსეულად, ესე ვთქვათ, გაეგრძელებინა და დაეშენებინა, ამ რა თქმა გაეგრძელებინა, დაეშენებინა. მე სხვანაირ, ასე ვთქვათ, სხვა აზრს მის უწმინდესობის გადაწყვეტილებაში ვერ ხედავდა. ასევე ახლა არაფერს არ ნიშნავს, ნუ ცოტა არასერიოზული მგონია ესეთი დამოკიდებულება, ახლა წმინდა სინოდის ყველა წევრი მისი უწმინდესობის ნაკურთხია თუ არ მეშლება. თითოეულ მათგანს რო შევეკითხოთ, მის უწმინდესობას მამას უწოდებს. და სიტყვები არ დაუხარჯავს, არ დაუზოგია არცეც მის ქებისთვის და ასეც ფიქრობენ. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება მისი პოზიცია მათთვის არაფრის მთქმელი იყოს, ეს, არ ვიცი, მე არ წარმომესახება ეს როგორ შეიძლება იყოს. თუმცა რა თქმა უნდა, ახლა საეკლესიო კანონის მიხედვით ეს არ არის სავალდებულო. ეს ავტორიტეტული პატივისცემის გამო, ეხლა თუ მამაა და პატივისცემ, მის მოსაზრებას პატივისცემ. აქედან გამომდინარე, აი ეს უპირატესობა მეუფე შიოს ცალსახად გააჩნია, ეხლა ამაზე ლაპარაკიც არ არის, ყველა თანხმდება ამაზე, რომ ეს უპირატესობა მას იმხელა, ესე ვთქვათ, რეკომენდატორი ყავს ზურგს უკან, რომ რა თქმა უნდა ცალსახად მას ეს უპირატესობა გააჩნია და თან ამ 9 წლის განმავლობაში მეუფე შიომ შეძლო პირადადაც დაედასტურებინა, რომ შეუძლია მას ამ ტვირთვის ტარება. ბევრი წინაღობა დახვდა, რომელიც ღირსეულად გადალახა. რა თქმა უნდა, ეხლა პრობლემები და სირთულეები ყველას უწმინდესს რა არ ქონდა, უამრავი სირთულე ჰქონდა და პრობლემებიც და გადალახა ყველაფერი ეს მეუფე შიოსაც ეს ქონდა და თუ ღმერთი ინებებს და ის პატრიარქი გახდება მომავალი, მასაც ექნება. ან ვინც გახდება. ჩვენ მორწმუნე ქრისტიანები ვართ, ჩვენ ვინც გახდება პატრიარქი, ეპისკოპოსები ირჩევენ. ახლა ჩვენ შეიძლება ვთქვათ ჩვენი სიტყვა, მაგრამ ეპისკოპოსები ირჩევენ, ვინც გახდება უწმინდესი პატრიარქი ჩვენი ქვეყნის, ჩვენ მას დავეხმარებით. მას დავემორჩილებით და მას დავეხმარებით, რომ ის საქმე გააგრძელოს, რაც მის მოუწმინდესობამ დაიწყო, ღირსეულად და პატივისცემით და არ დავიწყებით. საერთოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში ეს აუცილებელი პირობაა
ეკლესიური ადამიანი, მართლმორწმუნე ქრისტიანი თავის წინაპრების ნაშენებს არ ივიწყებს, იმას უდიდეს პატივს ცემს და მხოლოდ მასზე აშენებს, მას არ ანგრევს. მასზე აშენებს დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი პატრიარქიც სწორედ ასე მოიქცევა, რომ დაწყებულ საქმეს გააგრძელებს და იმ მიმართულებას შეინარჩუნებს. ჩვენც ჩვეულებრივი ქრისტიანები, სასულიერო და თუ ერის ხალხი მზად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი მოვალეობები შევასრულოთ და ამ გზაზე მას ხარში ამოუდგეთ. მე ესე მესახება ჩვენი ეკლესიის მომავალი. და თვითონ არჩევის პროცედურები როგორ ხდება? მე როგორც ვიცი, რომ პატრიარქს, გარდაცვალ პატრიარქის ერთი ხმა აქვს მეუფეშიოს და ზოგადად აი რამდენი ხმა ჭირდება? უმრავლესობა, უბრალი უმრავლესობა. ეხ არის 39 ეპისკოპოსი, ხო, და ნახევარს პლუს ერთი ხმა, ხო? ნახეთ როგორ არის თავიდან ხომ ეხა 3 ეპისკოპოსს გამოირჩევენ. ამ 3 ეპისკოპოსიდან თუ რომელიმე მიიღებს თქვათ ნახევარზე მეტს, ჩვენ შემთხვევაში რა გამოდის 20 ეპისკოპოსი, ხო? მაშინ ის ავტომატურად პატრიარქი ხდება. მაგრამ თუ ესე ვერ მოხდება, მაშინ იმართება და ეს ერთი ხმა ეკუთვნის პატრიარქის ხმა, ეს როგორ? მეც არა ვარ ეხა კანონისტი და ის, მაგრამ მე როგორც ვიცი, ესე ითვლება, რომ ის სიღმრთმიდესობის ხმა მას ეკუთვნის. მაგრამ ეხა სიმართლე გითხრათ, ამაში ესე ვერ იმას ვიზამ არ ვიცი. ისეთ ახლა ცოტა მტკივნეულ თემაზე გადავიდეთ, რასაც თქვი ეკუმენიზმი, თქვენს ახსენეთ რა. და რა არის ზოგადად ეს ეკუმენიზმი და რა როლი მიუძღვის მსოფლიო პატრიარქს კონსტანტინოპოლის პატრიარქს ბართლომეს ამაში რა შეიძლება? ნუ ეკუმენიზმზე მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერესთა ერესი. ამაზე დიდი ესე ვთქვათ, საშინელება ჯერ არ მოუფიქრებია ეშმაკს. უამრავი წმინდა მამა ლაპარაკობს ამას, იუსტინე პოპოვიჩი და სხვები ახლა ბოლო მეოცე ამბერგი ტაუშევი, ნიკოლოს სერბი, ბევრი ამაზე ახლა აღარ შევჩერდები. ხოლო ბართლომეს რაც შეეხება მსოფლიო პატრიარქს, მანამდე სანამივალ ჯერ ბევრი უნდა გავიაროთ. ბართლომე არის სულ ბოლო. ბართლომე უკვე სხვის ნაშენებზე, აი როგორც ჩვენ წეღან ვსაუბრობდით მისი უწმიდესობის კეთილსაძირკველზე დაშენებას, ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ რაღაცა ძალიან ბოროტ საძირკველზე დაშენებულ საქმეს, რომ აგრძელებს მსოფლიო პატრიარქი ბართლომე. და ეს როდიდან დაიწყო? რა თქმა უნდა, მსოფლიო საპატრიარქოდან, თავიდანვე. მსოფლიო საპატრიარქო ეს ჟღერს, ახლა ეს ძალიან დიდებულად, თორე ისე პატარა ეპარქია არის, ესე ვთქვათ, თურქეთში, სტამბულში, ფანარი ქვია თუ რაღაცა იმ ქუჩას, მე მგონი, სინამდვილეში. არ შემეშინდება ვთქვა, რომ ძალიან დიდი გავლენა არის შტატების ამ ყველაფერზე. იწყება ეს ყველაფერი 1920 წლიდან. როდესაც მსოფლიო საპატრიარქოს გამოსცემს ეს სინოდალურ ენციკლიკას, სადაც თავდაყირა აყენებს მთელს საეკლესიო სწავლებას. მინდა ცალსახავ თქვა, რომ მანამდე ეკლესიაში არ არსებობდა არანაირი კითხვის ნიშანი ეკლესიის რაობის შესახებ. აქამდე ყველამ ძალიან კარგად იცოდა, კითხვაც კი არ ჩნდებოდა, ყველამ კარგად იცოდა, რომ ეკლესია ერთია და ერთადერთია. და რატომ იცოდა? იმიტომ რომ ყოველი მორწმუნე ყოველ დილით კითხულობს მრწამს, სადაც ამბობს, რომ სამების იქით კიდე არის ერთი მუხლი. ერთი, ანუ წამს ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია. კათოლიკეს როცა ვამბობს, მენელი არ დაიბნეს, არ იგულისხმება ლათინო-პაპისტური შესაკრებელი კათოლიკე ეკლესია, ნამდვილი ვართ ჩვენ მართლმადიდებელი ეკლესია. ანუ ამ წამსის ამ მუხლში არავის ეჭვი არ შეპარვია. ყველამ კარგად იცოდა ეს ყველაფერი, რომ ეკლესია არ იყოფა. ეკლესია შეიძლება ჩამოშორდეს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი თავისი ცრუ სწავლებიდან გაუმდინარე. ასე ჩამოშორდა ეკლესიას კათოლიკური რომო-პაპისტური შესაკრებელი თავის დროზე არიოზელები, მონოფიზიტები, მონოთელიტები და უამრავი სამწუხაროდ სხვა მწვალებლური შესაკრებელები, მაგრამ კიდე ერთხელ ვიმებ, ეკლესია არ გაყოფილა. ეკლესიას ჩამოშორდნენ და სამწუხაროდ ასეთმა ადამიანებმა და ადამიანთა კრებულებმა საკუთარ თავს აუკრძალეს კავშირი სიცოცხლის ხესთან. ერთადერთ მაცონებელ წიაღთან, რომელსაც ქვია მართლმადიდებელი ეკლესია. ვიხდებით? და ამასთან უკან მობრუნება
შესაძლებელი არის მხოლოდ გულწრფელი სინანულით და ცდომილების დაგმობით. აი ეს დებულებები მე-20 საუკუნის დასაწყისამდე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. არასდროს. ეს ყოველთვის ესე იყო და იცოდა მართლმორწმუნე ქრისტიანმა. აი მე-20 საუკუნის დასაწყისში მსოფლიო საპატრიარქოს უშუალო ესე ვთქვათ მოღვაწეობით იწყება ეს ეკუმენური მოძრაობა. ამ ენციკლიკაში ისინი მიმართავენ ქრისტეს ეკლესიებს ყველგან, ასე ჰქვია, თუ კარგად თარგმნი ახლა ამ სათაურს და შემოაქვთ პრინციპი, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა შევხედოთ არა როგორც განსხვავებულებმა, არა როგორც ესე ვთქვათ მოწინააღმდეგეებმა, ჩვენში იგულისხმება ყველა სხვა მწვალებლური შესაკრებელი. არამედ როგორც ნათესავებმა, როგორც დაეკლესიებმა და ხდება აი ამ ენციკლიკით პირველი და უდიდესი ესე ვთქვათ ცდომილების ჩანერგვა ქრისტიანთა, მართლმორწმუნე ქრისტიანთა ჭკუაში, რომ ეკლესია ერთი კი არ არის, რამოდენიმეა. პაპისტების შესაკრებელი, ლუთერანები, მონოფიზიტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთობისკენ, სიყვარულისკენ, საერთოდ ალბათ ხვდებით, რომ ამ სიტყვებს რო ხმარობენ, დღეს ისეა, რომ უნდა შეშინდე. ესე იგი რაღაცას გატყუებთ. თორე ის ამ სიტყვებს არ იხმარებთ. კიდე ბევრი რამ ამ ენციკლიკაში აი ესეთი საფუძვლის ჩამყრელი ამ ეკუმენური მოძრაობისთვის არის და შეგვიძლია ამოვიკითხოთ, ეხლა მაყურებელი რო არ დავყოლოთ, მე რა ხდება, ნახეთ. მე ამაზე დაფუძნებით იწყებენ ისინი მუშაობას მსოფლიო საპატრიარქოს გულისხმობ, ამ იდეებს ავრცელებენ ნელ-ნელა მთელს მსოფლიო სამართლმადიდებლო ეკლესიებში. უკვე მწიფდება, ვცდილობ მაქსიმალურად მოკლედ თქვა ეხლა, რომ ესე იგი ხდება რა, ნახეთ. მსოფლიო პატრიარქი ხდება ათინაგორა. ეს ადამიანი ვინ არის, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ წარმოვიდგინოთ რა არის ამ ყველაფრის სათავეში. ათინაგორა არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, პრეზიდენტ ტრუმენის მეგობარი, რომელიც გამორჩეული იქნება დაქვრივებულ მსოფლიო საპატრიარქოს ტახტზე და რომელსაც ამერიკის პრეზიდენტის თვითმფრინავით ჩააფრენენ თურქეთში. მიიღებს თურქეთის მოქალაქეობას, დატოვებს ამერიკის მოქალაქეობას, მიიღებს თურქეთის მოქალაქეობას და რას აკეთებს თავარი ესა? 1964 წელს თუ არ მეშლება, ათინაგორა მთელი ეკლესიის საწინააღმდეგო, მთელი კანონების დარღვევით აკეთებს რას? ანათემას უხსნის რომის მწვალებლურ შესაკრებელს. არავის არაფერს არ ეკითხება, სამხრივად ხსნის ამ ანათემას. თითქოს ეს არაფერი არ არის. თითქოს ეხლა ეს ანათემა რა არის ცუდი ეხლა ადამიანს ანათემა. რაც ქვია კაცო? მოციქულთა მეათე კანონი ამბობს, რომ ვინც ილოცოს მწვალებელთან ერთად თუნდაც სახლში უზიარებელი იქნეს. განყენებულთან ერთად ვინც ილოცოს და ამის განმარტებლები ყველა ერთობლივად არავინ სხვანაირ განმარტებას არ აძლევს. რას ამბობს იცით? რატომ უნდა დარჩეს ესეც უზიარებელი ეკლესიასთან, თუ ვინმე მწვალებელთან ერთად ილოცებს? იმიტომ, რომ მათთან ლოცვა ნიშნავს მათ განმყენებელზე ბრალის დადებას, რომ ესე იგი ისინი უსამართლოდ იქნენ განყენებული. ახლა წარმოიდგინეთ ათინაგორას საქციელი ვის აყენებს ჩრდილს, ხო? ვინმე უბრალო ადამიანებს კი არა. თელმა ეკლესიამ მოახდინა 1054 წელს, როდესაც ეს თქვა სქიზმა მოხდა და ისინი ფოტი კონსტანტინეპოლელი, მარკო ზეფესელი, გრიგოლი პალამა, მთელი ეს თქვათ უზარმაზარი წყება უდიდესი წმინდანებისა, რომლებიც არიან სვეტნი და ბურჯნი მართლმადიდებლური რწმენისა, ესენი ამ ადამიანმა 1960 წელს ესენი არ იყვნენ საერთოდ. ეს ამათ შეეშალათ. იხდით ესენი ცუდი ადამიანები იყვნენ. ამას ნიშნავს სხვას არაფერს. სხვანაირად ვეში ამ კანონის განმარტებლები ამას გულისხმობენ, რომ ესე იგი შენ როდესაც მასთან ერთად იზიარებ ლოცვას, მასთან ერთად გეხარ, საუბრობ, მე არ ვამბობ ჩვეულებრივ ადამიანებს საუბრობს ახლა. შეიძლება კათოლიკე მეგობარი გყავდეს კაც, ამაზე არ არის ლაპარაკი.
ეს ნიშნავს, რომ შენ მის მბრალდებელზე იძახი, რომ ის იყო ესე იგი მტყვანი, მიხვდით? და მსოფლიო პატრიარქთა მთელი ეს წყება ამას ემსახურება აქედან მოყოლებული. მეც არაფერს. ანუ ხალხს ისტორია რომ არ ახსოვს, სამწუხარო და არ იცის, იმ ხალხის მოტყუება ძალიან იოლია. გახსოვთ ხო ილია ჭავჭავაძის აქ საოცარი სიტყვები, ერის გარყვნაო როდის იწყებაო, როდესაც იგი ივიწყებს თავის და საუბედუროთ თავის ისტორიას. და ნახე თუ ვის ემსგავსებაო ბოგანო კაცო, ვინცო ვისაც არავინ არაფერად არ ჩააგდებს, არ იცის საიდან მოდისო საერთოდ და ვინ არისო. ხო ეს არის მთავარი ილია ჭავჭავაძე უდიდესი მოაზროვნე იყო. ეს ტყილა კი ეს ეკლესიასაც ეხება. ნახე ხალხს არ ახსოვს ეს ისტორია, არ იცის სამწუხაროდ და გონიათ რომ სიყვარული, ერთობა, მშვიდობა, თავისუფლება, რაჯობია კაცო ამას ყველა მშვენიერია. მაგრამ ამ საფარქვეშ რომ ლანძღავ იმათ ვიზეთ შენ დგეხარ, შენს მამებს ვინც სისხლი დაღვარა ხო შენთვის ეს ამას არ გეუნებიან იმას არ გეუნ კათოლიკეებთან ურთიერთობა კარგია რომის წმინდა საყდარი ვიძახით ეს კაცო მოდი ერთი წამი დაფიქრდი ათონის მთაზე რო შევიდნენ ეს კათოლიკეები და რომ დაწვეს ბულგარელი მონაზვნები იმისათვის რომ კათოლიკობა არ მიიღეს კოშკში გამოწვეს ივერონის ბერები რო დაატყვევეს მოხუცები რო დაახრჩვეს წყალში და ახალგაზრდა ბერები ვის მიყიდეს იცით მონებად ებრაელებს სხვას კი არა ებრაელებს მიყიდეს სპეციალურად მონება ესეთი ისტორიები რამდენი შეგვიძლია იცით გავიხსენოთ ამას ბუდიშს არავინ არ იხდის ეს ჩვეულებრივი მოვლენა ჩვენ კათოლიკებთან ერთობა უნდა გქონდეს როგორ რა ზნე შეიცვალეს არავითარ შემთხვევაში ამას არ დავიჯერებთ ხო და აი მინდა უბრალოდ წაგიკითხოთ რომ არ გეგონოთ რომ ეს ჩემი ნააზრევია რომ ეს ადამიანები წმინდანებს ესე ვთქვათ ცუდად მოიხსენიებენ ხო შეხედეთ ეს არის მისი სიტყვა რომელიც ოფიციალურად ჟურნალში არის სოფლიო საპატრიარქო ჟურნალშია ნახეთ რას ამბობს ის ანუ კათოლიკებთან ერთობას და აი ამაზე საუბრობს ეს საჭიროა და აუცილებელია და ნახეთ რას ამბობს ჩვენი წინაპარი მამების მიერ ჩვენთვის დატოვებული მემკვიდრეობა დანაწევრებული ყოფის სახით გამოწვეული ბოროტი გველის უგუნური მიზეზით ამჟამად იმყოფება სამართლიანი მსაჯული ღმერთის ხელში ჩვენ აღვავლენთ ლოცვას ღმრთის წყალობის მისაღებად ჩვენ ასევე მის წინაშე გვაქვს ვალდებულება გამოვასწოროთ შეცდომები რა ვიზია ვინ არიან ეს წინაპარი მამები კიდევ ესენი არიან ის წინაპარი ფოტი კონსტანტინეპოლელი გრიგოლი პალამა და შეცდომები ჩვენ დავუშვით მარკოზ ეფესელი რა დღეში ჩააგდეს ეს ადამიანი იძახის რომ ეს ყველა წმინდანი ვინც ახლა მე ჩამოთვალე და სამწუხაროდ ჩემი ცუდი მახსოვრობის გამო კიდე მეც ვერ ვიძახი ესენი ყველა ბოროტმა გველმა შეაცდინა და თურმე ამ წმინდა ადამიანს ბართლომეს ესეთი ცუდი მემკვიდრეობა დაუტოვეს აი წეღან ვამბობდი რომ არ ვანგრევთ ჩვენ ეს ადამიანი ანგრევს და იმაზე უნდა რაღაც ახალი საშენება და ეს უნდა სასწრაფოდ უნდა მოვიკვეთოთ და ეს მამები ნახეთ ეს მამები ხო არიან ბოროტი გველის მიერ შეცდომილები რომელმაც თურმე დაგვანგრიეს ახლა ერთი წამი მინდა წაგიკითხოთ როგორ მიმართა მან პაპს შეხედეთ რას ეუბნება კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისადა ეს სიტყვები უფალზეა ნათქვამი და ბართლომემ ამ სიტყვებით მიმართა წვალებელ პაპს წარმოიდგინეთ კიდევ ვიმეორებ ჩვენი ეკლესია ამას კითხვის ნიშნებს არასდროს არ აყენებდა და ჩვენ მართლმადიდებლობის ზეიმზე გვაქვს წესი მთელი რომელსაც ანათემის წესი ქვია მთელი მსოფლიო სამართლმადიდებლო ყველა მწვალებელს თითოეულად ჩამოთვლის და იძახის რომ წყეული იყოს ეს და მისი მიმდევარი ეს და ბოლოს რომ არავინ გამორჩეთ ეს ჩვენც გვაქვს შიომღვიმის მონასტრის განგებაში არის მართლმადიდებლობის ზემს როგორ აღნიშნავდნენ ბოლოში წერია და ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს შეჩვენება ანუ ვინმე არ გამოგრჩესო ამას იმიტომ კი არა ვინმე ეზიზღებოდა წმინდა მამებს არა მრევლი არ დაიღუპოს დარგზას არ გაყვეს ამიტომ ცალსახად ვამბობთ ეს ადამიანი ბართლომე რომის პაპს ერთ-ერთ შეჩვენებულ მწვალებელს და მწვალებელთა შესაკრებლის მთავარს რომელზეც წმინდა სიმეონ ღვთისმეტყველი ამბობს თუ არ მეშლება რომ ყველას ერთად არ გაუკეთებია იმდენი ცუდი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის როგორც
პაპმა. წარმოიდგინეთ. რომელზეც მარკოზ ეფესელი ამბობს, რომ არა თუ კათოლიკეები, უნიატიო ჩემს დასაფლავებაზე არავინ მოვიდესო. არაფერი მინდა მე მათთან აი ამაზე ამბობს, ეს ეუნება კურთხეულებს მომავალი. ატარებს ერთად ახალ პაპთან ეს ახალად ვერც კი არ ზოგავდა. იმათაც აზიარებდა ეს. წლებითაა ცნობილი, როდის მიიღეს მათი საიდუმლოებები, როდის წლებიც ეს ახლა მე კიდევ ვიმეორებ. ეს გადაცემის ფორმატი არ არის ისეთი, რომ თქვა ძალიან ფართოდ გავშალოთ ეს ყველაფერი, მაგრამ კარგით, ეს იქით იყოს. უბრალოდ მისი მარგალიტებიდან კიდევ ერთ-ერთი ესენი თქვა ქრისტიანები არიან. დავარქვათ. შეიძლება არ არიან, მაგრამ დავარქვათ. აი ზოგადის რაღაც სახელი. ახლა უყურეთ, მინდა წაგიკითხოთ სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა სინაგოგაში. აი პანეკუმენიზმი ეს არის დაახლოებით კი ეს ამის მთელი ის არის. ეხლა რატო ფოკუსირდები მე ამ მაყურებელ პანეკუმენიზმი არის, რომ ეკუმენიზმი არის მარტო ქრისტიანების შეკრება და პანეკუმენიზმი ყველა რელიგიის. ამასაც ხელმძღვანელობს მსოფლიოს საპატრიარქო ეს ძალსახად. ეხლა უყურეთ. ამ პანეკუმენიზმის ერთ-ერთი გამოხატულება ამერიკაში ჩავიდა ნიუ-იორკში შედის სინაგოგაში, სინაგოგას, რომელსაც ეშმაკთა შესაგრებელს ეძახის წმინდა იოანე ოქროპილი, შედის და რას ამბობს? ანუ ხალხისთვის რო გასაგები იყოს, რას ნიშნავს სინაგოგაში შედის? სინაგოგაში იუდაური სარწმუნოების ხალხი იკრიბება, ვინც ამბობს, რომ ჩვენი იესო ქრისტე იყო მატყუარი. და ეს კარგად რომ გავიგოთ სადამდე აქ მასაც და აი ზუსტად მადლობა აი ეგ მინდოდა მე თქვა ნახეთ დღეს 1 აპრილია მოტყუება ადვილია ყველა ვიძახით 1 აპრილს აღდგა ქრისტე და წარმოიდგინეთ ამ ადამიანებს რამდენად ბოღმა აქვთ ჩადებული რომ დღემდე მთელ მსოფლიოში ხუმრობად გაავრცელეს ეს ადამიანები ჩვენს ქრისტეზე იძახიან რომ მატყუარა იყო ჩვენს დედა ღვთისმშობელზე არ ვიტყვი რას იძახიან ფიქრიშიც კი რო გამახსენდება მწვენია ხოლმე ჩვენს წმინდან ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აი ამათთან მივიდა ამ შესაკრებელთან და ნახეთ რას ეუბნება ჩვენ გვაქვს არა მარტო საერთო საფუძვლები რომლებიც ჩვენ გვაერთიანებენ ისეთები როგორიცაა წმინდა წერილი რომელსაც ჩვენ თაყვანს ვცემთ პატრიარქები და წინასწარმეტყველები, რომელთაც ჩვენ სასოებით პატივს ვცემთ, არამედ საერთო საკითხებით, რომლებსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მშვიდობით. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ მოგიწოდებთ იქითკენ, რომ ჩვენ გავხდეთ ამ ჭაობში დანთქმად მსოფლიოში გარდასახვის წინასწარმეტყველული საკრებულოები. მოდით ხელები ჩავკიდოთ ერთმანეთს, არა მხოლოდ ლოცვაში, არამედ ურთიერთ სოლიდარობის ნიშნადაც. ამას გვთხოვს ჩვენი ღმერთი, ჩვენი საერთო პატრიარქები აბრაამი, ისააკი და იაკობი, ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენთვის დიდი ბედნიერება ვიეწვიოთ ამ ღვთივკურთხეულ სინაგოგას. პარკისზე, ამ შესანიშნავი ქალაქის ცენტრში. ღვთივკურთხეულ სინაგოგას. რა ვიცი. წმინდა მამები ებრაელებთან ერთად ნებისმიერ დღესასწაულს გაურბოდნენ რომ აღენიშნა და თუ არ მეშლება აღდგომის დღე გადაწეული არის. მოძრაობს. არ უნდა დაემთხეს პასექს არცეთ შემთხვევაში. თუ უნდა გადაწიონ. რომ არანაირი ერთობა არ ქონოდათ. ხო, არ ქონოდათ ამასთან. წარმოიდგინე ეს ადამიანი ღვთივკურთხეულ შესაკრებელს უწოდებს ამათ და ფოტიდიც უწოდებს ბოროტი გველის მიერ შეცდომილ ადამიანს. აი ეს ყველაფერი არ უნდა იცოდეს ადამიანმა რომ მე აი ამ სიტყვებს ნახეთ წეღამ თქვი რომ შვიდობასი ნახეთ შვიდობით უნდა უპასუხოს ერთიანობით უნდა ღვთივკურთხეული ახ რა შეიძლება ამ სიტყვების წინააღმდეგ კონდეს კაც არაფერი რომ არ იცოდე რომ საწამლავს აყოლებს პატარა იქ რომელიც მოკრავს რა იმალება სინამდვილე მაგრამ ახლა დღეს თანამედროვე ეკლესიას ვერავინ ვერ დაამარცხებს და ვერც ესენი და სიმართლის ხმა ყოველთვის იქნება, გაისმება. კიდე ერთხელ ვიმეორებ. და რატომ თავარი რა არის? იმიტომ რომ მართლმადიდებელი ეკლესია არ იმართება მხოლოდ ეპისკოპოსებით და სამღვდელოებით, ხო? ჩვენ ვიცით რომ თუ არ მეშლება 1748 წელს, როდესაც აღმოსავლეთის პატრიარქების შეკრება გაიმართა, მისი ერთ-ერთი
დებულება ასეთია, რომ ჩვენს ეკლესიაში სიმართლის მცველი არ არიან ეპისკოპოსები, მღვდლები, მეფეები და არამედ არის სინდისი ეკლესიისა მისი მრევლი. მიხდით? ეპისკოპოსი შეიძლება დააშინო, მღვდელი შეიძლება დააშინო რაღაცით. მრევლს რითი დააშინებ? ეს ადამიანები ყველაფერს თმობენ, თავის ცხოვრებას თმობენ, რომ ქრისტე ირწმუნეს და მას უნდა რომ ემსახურონ. რითი უნდა დააშინო? ამიტომ ეს ერთობა, ეს კრებსითობა მართლმადიდებელი ეკლესიისა ურღვევია. ამას ვერავინ ვერ ერევა აქამდე. თორე ცალერკე რო იყოს ახლა როგორც პაპია დირექტორივით, ახლა პაპიზმის მორევას რა უნდა, იმიტომ დირექტორს მოერია და მე მთელი ის აქვს მიღებული დოგმატი, რომ ის რო იქიდან ლაპარაკობს ამბიონიდან დამთავრებული ის აბსოლუტური ჭეშმარიტება, აბა ვინმე მგაბედოს. ღმერთამდე ყავთ აყვანილი, ხო უცოდველი არის და ყველაფერი, როდესაც ის ლაპარაკობს ამბიონიდან, ის უცდომელი. ნუ ეს დებულება საერთოდ ხო ნუ რა არის ასაცილოა და ეხა აღარ დაგღლით იქ ნუ ისეთი ცდომილებები აქვს, ისეთი ცდომილებები, რომ საერთოდ ეკლესია ქრისტიანობასთან კი არა, ალბათ მორწმუნე საზოგადოებასთან არანაირი კავშირი აღარ აქვს. არანაირი კავშირი აღარ აქვს მორწმუნე საზოგადოებასთან. იმას არ ვამბობ, რომ ეს ეკლესიების გაქირავება და ვიცი 1920 წლის ინკვიზიცია ხო საერთოდ. ეხა ინდულგენციები. ხო და ინდულგენციები. ინდულგენციები ეხა საიდან მოიტანეს ეს თუ არა რაღაც ავანტყოფური გონების ნაყოფიდან ხო. მატერიული სურვილი. აი 1920 წლის ენციკლიკაში სხვათა შორის იც წერია საერთო სივრცეების შექმნა. ეს რაც ნიშნავს? ზოგიერთი ფიქრობს, არა, კაი საერთო სივრცე. ეს ნიშნავს, რომ თუ დაჭირდება კათოლიკეს, მე ეკლესია უნდა დაუთმო. ლუთერანს თუ დაჭა მე და ეს პრაქტიკაში ხო ვიღაც შეიძლება გონია რომ რაღაც შეთქმულების ეს პრაქტიკაში ხორციელდება. ხო, არა. დასავლეთის ქვეყნებში, ევროპისა თუ ამერიკის ხშირია რომ სამწუხაროდ აი ესეთი შემცდარი თუნდაც მართლმადიდებლები წირავენ კათოლიკურ ტაძარში. რაღაცა შაბათს წირავს, კვირას სხვა წირავს მე ეს მაშინ კლუბებს ხსნიან და რესტორნებს და რაღაცებს. იცით როგორ არის? აქირავებენ. ხო, ხო. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ნიუ-იორკში მითხრეს ახლა ჩემი თვალით რა მაქვს ნანახი მითხრეს რომ აი ეს ადგილი რომელიც ეკლესიას გავს გამოიყურება ნუ კათოლიკურს რა თქმა უნდა ქირავდება არა ვიდეოებია მამა უამრავ ვიდეოები მე როგორ პირას წირვა ის უამრავ ვიდეო იმიტომ რომ დილა 20 წუთი ჭირდება მაგას იმითი ხსნიან რომ აი შემოსავალი არ გვაქვს და აი აღზოგი ეგრე არის ჩვენ წეღამს საუბრობდით ენას ძვალი არა აქ ყველაფრის ახსნას შეძლებს ადამიანი კანიბალიზმსაც ახსნის ადამიანი თუ საუბარს დაიწყებს ხო დაიწყო საერთაშორის მაღაზია აიყო საუბრები ამერიკაში დაიწყო არა ეგ დიდი ხანია დაწყებულია ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნი როგორც არის სხვა უმცირესობები იგივე არის ეს აბორტი რა არის აბორტი ჩვეულებრივი კანიბალიზმი რა არ ვიცით რომ საკვე პროდუქტებში იხმარება ეს HEK 293 ო ეს რომელიც არის ჯამრთელი ნააბორტალი ბავშვიდან აღებული მასალა პარფიუმერიაში რო იხმარება არ ვიცით ო ვიცით ვაქცინებში იხმარება ეს აბორტი ეს აბა კაც ჭამიობა აბა რა არის და მაგით ხსნიან რომ ეს ადამიანის უფლებით გვიხსნიან ყველას პედოფილიასაც როგორც ამ უმცირესობებს ყველაფერს გვიხსნიან როგორც ადამიანის უფლებას კანიბალიზმსაც ადამიანის უფლება იყო რომ თავი მიიყვანა წარღონამდე ადამიანის უფლება ხო ადამიანის უფლება იყო სოდომ გომორის მოსახლეობის რომ თავი მიიყვანათ გოგირდის წვიმამდე აბსოლუტურად გეთახა ეგრეა ადამიანის უფლება იყო რომ მოლოქის კერპისთვის განაანელები ჩვენ ხო ვიცით რატომ აღგავა ღმერთმა 400 წელი უთმინა ღმერთმა მათი უფლება იყო რომ საკუთარი კეთილდღეობის გამო კერპისთვის შეეწირათ საკუთარი ჩვილები როგორი კერპი იყო იცით ესეთ ქვემოთენთო ცეცხლი წინ ქონდა ასე ხელები გამოშვილი ოდნავ დამრეცა ბალზე იძახით თუ მოლოხი ბაალი ერთი და იგივე ხო თუ არ მეშლება ერთი და იგივე სხვადასხვა იმისისა ასე ქონდა ხელები დახრილი ამაზე ბავშვო დააწუხო ცხელი თან დახრილი იყო ჩაგორდებოდა და ცეცხლში ვარდებოდა და იქვე უკრავდნენ ძალიან ხმამაღლად ეს ქურუმები რომ დედებს და მამებს არ გაეგოთ ბავშვის წივილ კივილი და ეს რატო ხდებოდა იცით იმიტომ რომ უმდიდრესი იყო ქანაანი თურმე უმდიდრესი იმ ეპოქისთვის ნუ აი განუზომელი არანაირი მტერი არ ყავდათ არსადიდან ერთადერთი მათი საფრთხე იყო ბუნება ზღვა თუ
ქარიშხალი ამოვარდებოდა თუ ცეცხლი, მოკლედ ამის ეშინოდათ, იმიტომ რომ შემოსავალი ბუნებაზე ქონდა დამოკიდებული, საღებავის ზღვიდან ამოქონდათ, რაღაცა ის იყო, იქ ლიბანის ნაძვებს რო ვიძახდა, ეს უზარმა ძალიან ძვირფასი ხემასალა ქონდა და ბუნების ეშინოდათ. და ამის დაკარგვის საფრთხის გამო მოიგონეს მატერიალური კავშირი ღმერთთან და საკუთარ ჩვილებს წირავდნენ, რომ ბუნებას დაეფარა ისინი, ხო? ამის გამო მოხდა მათი განადგურება, ღმერთმა იმიტომ ბრძანა მათი განადგურება საბოლოოდ, მაგრამ ეხლა რითია განსხვავებული აბორტს რატო იკეთებენ? კეთილდღეობა. მე ვერ შევძლებ, მე გამიჭირე, მე სხვა ბავშვს ვერ ვაჭმევ. იგივეა, შეფარულად იგივეს ვაკეთებთ. ესაა მეტი მატერიამდე მიდის. სხვანაირად აბა როგორ? ეგრეა კი. სხვანაირად როგორ? შეიძლება თვალი დავხუჭოთ, თქვათ რომ ეს ესე არ არის, მაგრამ ჩვენთან უნდა აიგზავნოს ეს აბორტი. თან თუ შეიძლება ცოტა თემიდან შეიძლება გადახვევა, მაგრამ აუცილებლად მინდა ვთქვა, იმიტომ რომ მე თვითონაც არ ვიცი, მე სამედიცინო განათლება მაქვს. და ჩვენ ესე გვასწავლეს რა, აბორტზე რა ხამ საუბრობდით, იმიტომ მინდა მოვაბა, რომ ეს ჩასახვის საწინააღმდეგო წამლები. ფაქტობრივად მთელ მსოფლიოს ატყუებენ, რომ არსებობს ჩასახვამდელი საწინააღმდეგოებები და ჩასახვის შემდგომი საწინააღმდეგოებები. ჩვენ ესე გვასწავლეს პრენატალური კონტრაცეფცია და პოსტნატალური. რას ნიშნავს ეს? პრენატალური ნიშნავს, ანუ ჩასახვამდე, ანუ უშლის ხელს ჩასახვას და პოსტნატალური ჩასახვის წვეთს, უკვე აბორტი. და თურმე ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ფარსი. 1965 წელს შეიკრიბნენ ვითომ მეცნიერები და თქვეს, რომ მოდი ჩასახვა დავარქვათ განაყოფიერებული ზიგოტის, ანუ უკვე ბავშვის, ადამიანის, რომელსაც მთელი გენეტიკური მასალა აქვს, აი როგორი ხარ ხა დღეშენ და მე ის რო იგდებს, უკვე ის რომ მიემაგრება დედის საშვილოსნოს, მასში თქვათ რომ ეს ჩაისახა. და რატომ გააკეთეს ეს? იმიტომ რომ ხალხი არ სვავდა ამ ამბებს, ეს აბორტიაო. და ამათმა მოატყუეს ხალხს და უთხრეს, არა ეს ჩასახვამდე ვაკეთებთ ამას. ანუ ნებისმიერი ჩასახვის საწინააღმდეგო, ეს იქნება სპირალი, ეს იქნება აბი, არა აქვს მნიშვნელობა. ყველა, როდესაც ქალი სვავს, ყველა მათგანმა შეიძლება გამოიწვიოს აბორტი. ყველა მათგანმა, რადგან ისინი ათხელებენ საშვილოს, ხა ბუდიშვიხტი მაყურებელთ შეიძლება ძალიან ისეთია არა საინტერესო მოსაწყენი, მაგრამ ქალის საშვილოსნოს აქვს გარსი, რომელმაც უნდა მიაღწიოს შიდა გარსი, რომელიც 7 მმ-ს. თუ არ მიაღწია 7 მმ-ს, ვერ ემაგრება ბავშვი და კვდება, გამოდის გარეთ. აი ეს ნებისმიერი ჩასახვის საწინააღმდეგო ამას ათხილებს. აქედან გამომდინარე პრაქტიკულად შეუძლია. შეიძლება სხვაგან დააბრკოლოს, მაგრამ დიდი ალბათობაა რომ აქაც დააბრკოლებს. აქედან გამომდინარე სამწუხაროდ ის ადამიანები, ვინც ამ კონტრაცეფციებს იყენებენ, არც კი იციან რამდენი შვილი ყავთ მოკლული. და მე ამ სიტყვას ვიხმარ ნაცვლად აბორტისა, იმიტომ რომ აბორტი ეს მოგონებული არის სპეციალურად, რომ ადამიანმა როგორც აი იქ კერპის ქურუმები ხმამაღლა უკრავდნენ, რომ ხმა არ გაეგო, ესე უნდა დღესაც ამათ, რომ ხმა არ გაიგოს დედამთ საკუთარი შვილის. აბორტი. ეგ არის, ხო? აბორტი რა არის აბორტი? აბორტი არის რაღაცის შეწყვეტა, ხო? აი რაღაცა შეწყდა, ნუ ეგეც კიდე მიყავთ ადამიანის ყველაფერი მაგამდე მიყავთ, ხო? ქალის სხეული რანაირად არის ქალის სხეული? შენი დნმ თუ არა, როგორაა შენი სხეული კაცო? თუ უნდა იგზავნოს. მაშინ ეგ ჩემი შვილი სანამ 18-ის არ გახდება, ჩემი მოვკლა? აი რა სხვაობა? მე მართლა მაინტერესებს, ესე იგი რა სხვაობა მუცელში არსებულ ჩემ შვილს შორის და 18 წლამდელ ჩემ შვილს შორის? რა სხვაობა? უბრალოდ რომ უფლებები არც ამას არ აქვს და არც ამას არ აქვს უჩემოთ. ვერც ეს წავა, ვერსად უჩემოთ, ვერც ის გაჭნდება უჩემოთ, ხო? უბრალოდ ამას ვიზას არ ვაძლევთ ამ სამყაროში მოსვლის. იმას ვიზას არ ვაძლევთ ქვეყნის დატოვების რა, რა განსხვავება არაფერი. მაგრამ აი მოატყუეს ადამიანი და უთხრეს შენი სხეული, შენი არჩევანი, არ არის შენი სხეული. როგორ არის შენი სხეული? და მე ნახოთ რა ფსიქოზითაა გადარეული მთელი სამყარო, ხო? ყველა არის ამ ანტიდეპრესანტებზე ყლაპავენ მთელი დასავლეთი ეგრეა, ხო? არიან, იმიტომ რომ აბა ამ ცოდვას როგორ კაცო? წარმოიდგინეთ რომ ერთი ბავშვის ბედნიერება შეეწირა მისი დაძმა 1.15 შეიძლება. რომ ამას ქონოდა კარგი განათლება, ამ ბავშვის ბედი როგორია, რის ქვეშ ვაყდებთ? თუ ეს ბავშვი თვითონ გონზე არ მოვა, ამას არ შეინანებს და ღმერთს არ შეურიგდება, რა მომავალი ექნება ამ ბავშვს? ამდენი მსხვერპლია გაღებული, რომ მას კარგ სკოლაში ესწავლა? რისთვის გავწირეთ ეს ბავშვები, ხო? ეგრეა. ქრისტეს ნათელი არ მიუღიათ, დაფიქრდით უბრალოდ, ხო? ქრისტეს ნათლის გარეშე ვტოვებთ. ქრისტეს ნათლის გარეშე, აბა, რა იქნება?
ეგრეა ხო. არ ჯობდა კაცო ამას ნაკლები განათლება ქონოდა და ამათ ქრისტეს ნათელი მიეღოთ. რა თქმა უნდა. სულის ცხონების საშუალება ქონებოდათ ხო? ისე მამები რას ამბობენ რომ ორმაგი სიკვდილი მიუსაჯეო შენ შვილსო, ისევ რომ ხილული ნათელი არ უხილავს, უხილავი ნათელიც წაართვი. აბა დაფიქრდით. ხო და ჩვენთან უნდა აიგზავნოს მამო ეს აბორტი რაღაც სისხლის სამართალი თუ არა რაღაცა უნდა იყოს ეკლესია ნამდვილად იღწვის ამისკენ წეგან მეუფეშიო ვახსენეთ და დიძახში ამისკენ მოღვაწ ძალიან ისე ეს თქვათ რა მიზან მიმართულად მიდის აქეთკენ მაგრამ ნუ და ვისაც არ აქვს მაგათ ვიღაცას შეება არ უნდადეს შვილი და ის შვილი გააჩინოს და მე ან სახელმწიფო მაიღოს ვალდებულება ან ეკლესიამ და ეს ბავშვი გაზარდონ ან მე ვიღაცები იშვება რაღაცა ხო და რაღაცა უნდა იყოს ესეთი მსურველები სისტემა უნდა შეიქმნას მით უმეტეს დემოგრაფიას რომ მიხედოთ მინუსებში მივდივარ კატასტროფულ მდგომარეობაში ვარ მაგასაც რო თავი დავანებოთ ესეც ემატება ესეთი და ისეთ აი ხა მოდი აი უკრაინის საკითხზე მინდა გადავიდეთ რა შეგნით არსებულ სიტუაციაზე და აი ვის ეკუთვნის ეს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების იდეა და აი ხა 1953 წელს მაგალითად ჩვენ მოსკოვის საპატრიარქომ აღვიდგინა ავტოკეფალია სტალინის დამსახურებაც არის ამაში მე 1988 აღიარა თორე ჩვენ აღვიდგა 1917-ში ხო აღიარა ხო მაგან ვიღიარა ხო აი მე 1988 წელს ილია მეორის დიდი შრომის შედეგად კონსტანტინოპოლის საპატრიარქო 1990 წლის 4 მარტს უკვე აღი 88-ში არა? არა 90-ში მე როგორც ვიცი ხო ნუ ხო ის მოგცა ეს დასტურება 88-ში დაიწყო შეიძლება და ხანგრძლივი კი გეტყვით ყველაფერს ეს იყო ძალიან ხანგრძლივი და რთული პროცესი და უამრავ საბუთებს გთხოვდნენ ამასთან დაკავშირებით და რთული პროცესი იყო მოგდა პატრიარქის დიდი დამსახურებაა რომ მივედით ამ ეტაპამდე და ეხა უკრაინის ავტოკეფალია ესემალე როგორ გადაწყდა მის აღიარება რა ხდება როგორ არის პირველ რიგში არაფერი არ გადამწყდა როგორც 1964 წელს ათინა გურამ არავის არ კითხა და ასე მინდაოდა თქვა რომ ანათემა მოეხსნა ვითომ რომის მწვალებლურ შესაკრებელს მაგრამ სინამდვილეში არ მოხსნილა ასევეა ეხლაც ეს ბართლომეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს გონებაშია ესე სინამდვილეში ესე არ არის ეკლესია ასე არ ცხოვრობს თქვენ თქვით რომ 88-ში დაიწყო პატრიარქ 1963 წელს დაიწყო მისმა უწმინდესობამ საქართველოს ავტოკეფალიის აღიარებისთვის მუშაობა ეფრემმა უწმინდესმა ეფრემმა მაშინ კათოლიკოს პატრიარქი უბრალო ეპისკოპოსი იყო ეპისკოპოსი უბრალო არ არის კაცო მაგრამ ნუ ეპისკოპოსი იყო პირველად როდესაც ის ჩავიდა საბერძნეთში საგარეო საქმეთა იმად დაადგინეს არ ვიცი ტიტული როგორ თქვა სწორად საბერძნეთში ერთ-ერთ კრებაზე რო ჩავიდა იქ ეპისკოპოსმა მოიხსენია საქართველოს როგორც ერთ-ერთი როგორც ავტონომიური ეკლესია იქიდან დაბრუნებული ეხლა უკვე პატრიარქი და მაშინ ეპისკოპოსი პატრიარქ ეფრემს ეუბნება აესე მოხდა იქაც გამოთქვა პროტესტი ეფრემი ავალებს მას რომ დაიწყე მუშაობა და აი 1963 წელს დაახლოებით თუ არ მეშლება იწყებს უწმინდესი აქეთკენ მოძრაობას და აი 1990 წელს აღწევს ამ ყველაფერს რუსეთიც ნაღიარები აქვს მაგრამ დანარჩენი არავინ არ გვაღიარებს ამას თავის პოლიტიკური ყველას გავლენა უნდოდა ბართლომესაც ეს გავლენა უნდოდა და ძალიან ბევრი არ ვისაუბროთ ბევრი ეცადა ჯერ უნდოდა რო ჩაეწე პრობლემა კი არ ქონდა იცით რა ქონდა ბართლომე მაშინაც ის იყო მაშინ დიმიტრიუსი იყო ბოდიში ახლა ამერია დიმიტრიუსი იყო მაშინ სოფლიო მიზანი ერთი ქონდა ყველას მოკლედ სახელები კი იცვლება მაგრამ რა უნდოდა იცით რომ პრობლემა არ იყო გვანიჭებდა ავტოკეფალიას პატრიარქმა უთხრა რომ არა ბატონო აღიარე ჩვენი არსებული რა გქონდა აღვიდგინე ვიღიარე განაესო ის იმწუ გვაძლევდა ეს რა ძალაუფლება თუ მოგცემს უკვე ქვეშახარ არა მე რას ცდილობდნენ იცით მირონი ყველას ჩვენგან მიაქო და თქვენც ჩვენგან წაიღეთო პატრიარქი უნებოდა არა ჩვენ მე ბატონი სერგო ვარდოსანიძე ყვება ამ თემასთან დაკავშირებით როგორ მოხდა ის რომ უწმინდესი გასულა ოთახიდან შეხვედრა მიმდინარეობდა და შენდობა უთხრა ერთ წუთი გავალ და შემოვიდა ცოტა ხანში და ჩვენს მხარეს თურმე უხარებია რომ შევთანხმდითო ესენიო ესე გითხრესო რომ ჩვენი ხარჯებით ჩამოგიტანთ ხოლმე ჩვენო რო ხარჯები რომ უწმინდეს გაუწინე რას ამბობდო კაცო მე-5 საუკუნის მერე მირონს ხარშოთ ეხა იქიდან რატო უნდა ჩამოვიტანოთო და მერე ჩაიწერა ესე რომ მირონის ხარშვა როგორც ისტორიულად იყო და ჩვენ ვიცით რომ ვახტანგ გორგასალმა პირველად ხო მაგრამ
ხო და ეს 1990 წლის თუ არ მეშლება, შეიძლება 88-ში როგორც შენ ამბობ, მოხდა უკვე აღიარება ჩვენი, ანუ აი 1973-დან აი ეს დაჭირდა პატიოსან შრომას. ახლა რა ხდება უკრაინასთან დაკავშირებით? ოღონდ სიტყვა უკრაინას რო ხმარო ძალიან გთხოვთ აქ ხაზი უნდა გაუსვათ, აქ არანაირ უკრაინულ ეკლესიაზე მინიჭება ასე არ ალაპარაკ. სქიზმატებზე ეკლესიის განხეთქილების, ეკლესიაში განხეთქილების მომწყობებს მიანიჭა ვითომ ავტოკეფალია. და რატო? იმიტომ რომ 80%-დან მეტი დღესაც უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელები არიან ნამდვილი დედა ეკლესიის წევრები უკრაინის, რომლებიც არიან ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი რუსეთის დედა ეკლესიის. მიტროპოლია. ეს არის ჩვენი მიტროპოლია. ოღონდ არ გეგონოთ რომ ეს რაღაცა ეხლა, არა. ამაზე რომ აი სქიზმატები არიან, თავად მსოფლიო პატრიარქს აქვს ხელი მოწერილი. რუსეთის ეკლესიამ როდესაც დაშაძა აი ფილარეტი ეხლა რო გარდაიცვალა. მსოფლიო საპატრიარქოს მიმართა და უთხრა, ეხლა მე გლეხურად ვამბობ რა თქმა უნდა რომ მე ეს გავაკეთე, შენ რა სიტყვი? იქიდან არის წერილი, ორი წერილია მოსული 98 და 19 წლებში მე მგონი თუ არ მე თარიღებიც არის. რუსები ხო იცით როგორები არიან, ყველაფერს საბუთები უდევთ. ორი წერილია იქიდან მოსული. და ორივე შინაარსი ესეთია რომ უკრაინის ეკლესია არის თქვენი ეკლესია, თქვენი ხელისუფლება მასზე სრულად ვრცელდება, ამიტომ ჩვენ არანაირი საწინააღმდეგო აქ არ გვაქვს, განვიხილეთ საკითხი და გეთანხმებით. ეს არის და ეს კიდევ ვიმეორე ცალსახად უკვე ბართლომეოსი ამის ხელის მომწერი ამბობს რომ ფილარეტი რო გაკვეთეს სწორია. ესენი არიან ეკლესიაში განხეთქილების მომწყობი და ესენი არიან სქიზმატები. მერე უცბად პოლიტიკური ვითარება იცვლება 2018 წელს ხდება ხო დაახლოებით ეს იწყება ეს მოძრაობა. იქამდე თქვენ რომ ნახოთ თვითონ სოფლიო საპატრიარქოს ისტორიკოსები, სასულიერო პირები ყველა მათ გამოსვლაში თუ ჟურნალ გაზეთებში წერენ რომ კიევის მიტროპოლია არის მოსკოვის მიტროპოლიის დაქვემდებარებაში და ესეც თავად მსოფლიო პატრიარქმა გადაწყვიტა 1786 წელს. მოკლედ სამსაუკუნე ნახევარია. სამსაუკუნე ნახევრის წინ მართლაც კიევის მიტროპოლია ეკუთვნოდა მსოფლიო საპატრიარქოს. მართლაც ესე იყო. მაგრამ მერე თვითონ მსოფლიო პატრიარქის ტომოსი არსებობს, სადაც წერია, რომ ეს სამი მიტროპოლია იყო მაშინ მე მგონი რუსეთის ტერიტორიაზე. ეს ერთი ეკლესია რუსეთის ეკლესია და ცალსახადაა გამოყოფილი რომ ვინმეს იქარნა რომ კიევის მიტროპოლია დაექვემდებაროს მოსკოვის მიტროპოლიას. სამსაუკუნე ნახევრის განმავლობაში არავის ეს შეკითხვაც კი არ გაჩენია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის რაც აი მსოფლიო ეკლესიის მიერ ამის აღიარებას 1945 წელს მოხდა კრება მოსკოვში. რომელსაც არა მარტო მოსკოვი ესწრება, არამედ დამსწრეებად ესწრებიან საქართველოს პატრიარქი, ალექსანდრიის, კონსტანტინოპოლის, სერბეთის, რუმინეთის ზოგი პატრიარქი, ზოგი წარმომადგენელი დელეგატი იქიდან. ესწრებიან ამ კრებაზე, სადაც კიევის მიტროპოლია კიევის მიტროპოლიტი მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი მუდმივი წევრი რუსეთის ესე ვთქვათ ეკლესიის მაშინ 6 კაცი შედიოდა 6 მიტროპოლია იყო მე მგონი და ერთ-ერთი მუდმივი წევრი იყო. უნდა ითქვას რომ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეჭირა კიევის მიტროპოლიტს. ყოველთვის იყო სინოდის მუდმივი წევრი, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში მონაწილეობას იღებდა. ანუ ისე არ არის რომ ეხლა მონა იყო არა. ძალიან მნიშვნელოვან როლს განუკუთვნებენ. იმიტომ რომ ეხლა ისტორიულად იყო რომ მაგრამ კიდევ ვიმეორებ, სამსაუკუნე ნახევრის წინ დაახლოებით თვითონ სოფლიო საპატრიარქომ გადასცა რუსეთის დედა ეკლესიას ეს მიტროპოლია და იმის მერე კითხვა არავის გაჩენია ვინემ დღემდე. და ეხლა ბართლომე სამწუხაროდ უბრუნდება სამსაუკუნე ნახევრის წინ რომ რაღაცა იყო და ამბობს რომ იცი რა ეს ძალდატანებით მოხდა რაღაცა ეს და ეხლა ეს უნდა ამან გამოვასწოროს. ეხლა ეს მერე ეპიფანე და ესენი ხო საერთოდ ერისკაცები არიან.
ხო, ესენი ჩვეულებრივი ერისკაცები არიან, ამათ არანა, იმიტომ როგორ შეიძლება განკვეთილმა კაცმა სხვას ხელი დაასხას. აი ესე ზოგადად აი მაყურებელმა რო გაიგოს, განკვეთ აი რას ნიშნავს რა უფლებები ჩამოერთვა ეპიფანის რო მაყურებელმა კარგად გაიგოს. ლობა შეუჩერდება და არის რომ განიკვეთება. განიკვეთება ნიშნავს ის მთლიანად წყდება ეკლესიის სისავსეს სულიწმინდის მადლი მასზე წყვეტს მოქმედებას და აქედან გამომდინარე ის ვერანაირ ესე ვთქვათ სასულიერო მოქმედებას საიდუმლოს ვეღარ შეასრულებს. მარტო რჩება ბერი, ხო? ჩვეულებ თუ ბერი იყო მანამდე ბერი რჩება. კი, ბერი რჩება ეს კი. ახლა ბერობას ადამიანს ვერ წაართმევ ესეთი. ეს ცხოვრების წესი ახლა ეს როგორ უნდა წაართვა ადამიანს. თუმცა ეს განკვეთას როცა და სქიზმა როცა ყალიბდება, მას აღარც ბერობა რჩება, არაფერი რჩება, ის ეკლესია ამბობს რომ ეს ანათემირებულია. ანუ ამ ადამიანს ეუბნება რომ შენ ქრისტესთან კავშირი გაგიწყდა. ახლა აღარც ბერი ხარ და არაფერი აღარ ხარ უკვე. და გაგუნებს რომ თხილად სანამ ცოცხალი ხარ არ დაგაგვიანდეს მობრუნდი. თორე ანუ ფაქტობრივად ეკლესია როდესაც ანათემირებას აკეთებს, რას არსებულ ფაქტს კონსტანტირებას უკეთებს. თორე თვითონ ღმერთს კი ვერ დააძალებს ვერაფერს. ეკლესიამ მამათა სწავლების საფუძველზე დაასკვნა კრებსითად რომ ეს ადამიანი უკვე ძალიან შორს წავიდა ქრისტესგან და მას კავშირი მასთან აღარ აქვს და ანათემით უკვე ოფიციალურად ეუბნება შენ დაიღუპე, დაფიქრდი, მობრუნდი უკან, არ გეგონოს რომ რამე იმედი გაქვს, სადაც ხარ იქ ყოფნით. აი ესეთი ადამიანების კრებული არის უკრაინის სქიზმა. და მინდა რომ ხალხმა კარგად იცოდეს რომ ეს არ არის რაღაცა პოლიტიკური, არავითარ შემთხვევაში კაცო მამები ამბობენ რომ განხეთქილების სისხლს ამ ცოდვას ადამიანი მოწამეობრივი სისხლითაც ვერ ჩამოიბანს. წარმოიდგინეთ. აი ადამიანი რომელიც ეკლესიაში განხეთქილებას მოწყობს და მე რო თქვას რომ ქრისტესთვის მოკვდა, თუ ამ განხეთქილებას არ გაამთლიანებს ის ვერაფერს ვერა. უმძიმესი ცოდვაა, იმიტომ რომ ქრისტეს კვართი ჯვარმცმელებმაც კი არ გახიეს. და შენ ამას ხევ, შენ ტვინში თორე ამას ვერ გახებ. და ამას არ გაპატიებს ღმერთი. და აი საეკლესიო წესების თანახმად ეხა ავტოკეფალის აღიარება შეუძლია ანუ სოფლიო პატრიარქის ის შემთხვევაში თუ მაგათად დედა ეკლესია დაეთანხმება. მაგათად ამ შემთხვევაში რუსეთის ეკლესია უფრო გარკვევით რო იყოს მაყურებლის ეხ მაგათად აფხაზეთმა რომ მოინდომოს ავტოკეფალია, სანამ ჩვენ არ ვაღიარებთ მას, მანამდე არავის არ აქვს უფლება ამის აღიარების, ხო და ეხა აი ბულგარეთმა, რუმინეთმა, სერბეთის ეკლესია იერუსალიმი ჩვენც ეს ბართლომის გადაწყვეტილებას არ დავეთანხმეთ, ხო? ეს ანუ ნიშნავს ჩვენ სიმართლის მხარეს ვიყავით და არა რუსეთის მხარეს, ხო? ანუ ამ როგორ შეიძლება საერთოდ ეკლესიაზე რომ ლაპარაკობთ ქვეყნის მხარეს და ხო, ანუ ეს არის უბრალოდ საუბრები რომ აი რუსეთის მხარეს და არა ხო, ახლა კიდე ვიმეორებ, ამ ენას ძვალი არ აქვს, რაც გვინდა იმას ვიტყვით ახლა. მაგრამ ეკლესიაში არ არსებობს რუსეთი. ეს პირობითია რუსეთის ეკლესია, რომ აღნიშნოთ ამ ერში არსებული მართლმადიდებლური ეკლესია თორე ჩვენ ერთი ლოცვანები გვაქვს, ერთი წირვა გვაქვს, ერთი წმინდა მამები გვყავს. რა, ესე იგი რახან ეგნატე ბრიანჩანინოვი რუსი იყო, მე არ უნდა წავიკითხო, გულს გაუტეხავ ყველა რუს მოძულეს, მაგრამ უსაყვარლესი წმინდანია ჩემთვის, თეოფანე დაყუდებული, უსაყვარლესი. რა, ეხლა რადგან მაგალითად გაბრიელ ბერი ქართველია, ამიტომ რუსებს არ უნდა უყვარდეთ? გიждდებიან მისთვის. 1000-ობით კილომეტრს გამოდიან, რომ თაყვანისცენ ამერიკელები გაოცდები და ახალ ზელანდიიდან გთხოვეს გაბრიელ ბერის ხატი. ახალ ზელანდიიდან დაუწერეთ და გაუგზავნეთ. ახალ ზელანდიელი არ იყო, არ უნდა ეს ეკლესიაში ესეთი რამე არ არსებობს. ეკლესიაში მხოლოდ სიმართლე არსებობს. დღესდღეობით სიმართლე რუსეთის ხარესაა და რაც თქვენ თქვით ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ყველა, იმიტომ რომ ეს არის პრეცედენტი. თუ ამ პრეცედენტს დაუშვებთ, ხვალ აფხაზეთი დადგება რიგში. და ეს მისწრაფებები დიდი ხანია მსოფლიო პატრიარქს აქვს. თქვენ გონიათ არა? ამერიკაში ხო არის ქართული ეკლესიაც არის რუსული. დიდი ხანია იღწვის მსოფლიო საპატრიარქო, რომ ესო თქვენ არ უნდა იყოთ, ჩვენა ვართო მსოფლიო და ეს ყველა ჩვენ უნდა გვემორჩილებოდეს. დიდი ხანია, თქვენ გონიათ აფხაზეთი არ უნდა? ხო, რა უნდა ეს კიდე მეორე საკითხია, მე მგონი არაფერი არ უნდა, რასაც ეუბნებიან, ალბათ ის უნდა. მაგრამ ფაქტია, რომ ეს მიდრეკილებები აქვს დიდი ხანია. დიდი ხანია. კიდევ ვიმეორებ, აი ამერიკის შემთხვევაში ეს. ამერიკისგან მთელ მსოფლიოში იძახის, რომელიც თქვა საქართველოს ეკლესია სხვაგან მე უნდა მე 5 მილიონი მართლმადიდებელია ხო.
ხო, აი, წარმოიდგინეთ. ახლა რა თქმა უნდა ეს მისი სურვილებია და ალბათ სურვილებად დარჩება, მაგრამ სურვილებად დარჩება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მართალ პოზიციაზე მდგომი ხალხი ხმას ამოიღებს. თუ ჩვენ გავჩუმდებით, მაშინ რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებს. რა ესე არ გააკეთეს 1920 წლიდან როგორ შეიქმნა სოფლიო საეკლესიო საბჭო? სწორედ ასე. არავინ არ ამბობდა არაფერს, მრევლი იყო ჩუმად. აქედან გამომდინარე ყველაფერს აკეთებდნენ რაც უნდათ. ესეც ახლა ერთ-ერთი twიანი კაცის ნათქვამია, ვისი სამწუხაროდ არ მახსოვს, მაგრამ გამონათქვამი ძალიან მომწონს, ხო? იმისათვის რომ ბოროტებამ გაიმარჯვოს, ამისათვის აუცილებელია რომ კეთილმა ადამიანებმა არაფერი გააკეთონ. ეგრეა კი. ამიტომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, ხანდახან შეიძლება ცოტა მეტიც მოგვივიდეს, თქვათ, ცოტა მეტი ვთქვათ, იმ შესაბამისი პატივით არ მოვიხსენიოთ, თქვათ, ვიღაცა შეიძლება შეცდომები ახლა ყველას მოგდის. რა თქმა უნდა. მით უმეტეს როცა რაღაცა ესეთი მძაფრი თემაა და ჩვენთვის მტკივნეული თემაა, შეიძლება ესენი, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია. თავარია ჩვენი მიზნები იყოს ღვთივსათნო და რაც თავარია გულწრფელი გულიდან მოდიოდეს, თორე არც ბოდიშის მოხდას არ უდგას წინ თუ ინმეს ახლა რაღაცა ბოდიშსაც მოვიხდით, თუ შესასწორებელი იქნება, შევასწორებთ კიდევაც პოზიციას და სხვათა შორის ახლა მინდა აი მომავალ პატრიარქს ვინც იქნება სულ მალე ალბათ გვეწოდინება ვინ იქნება ვუსურვო ჩვენი უწმინდესის პატრიარქ ილიას ყველაზე კარგი თვისება ჩემის აზრით რაც მას გააჩნდა ეს მას შეეძლო მოსმენა ადამიანების მასზე გაცილებით დაბლა მდგომების ერთნაირად უსმენდა ყველას ერთნაირად და თუ მათი პოზიცია იყო ხოლმე მისაღები და სწორი მე მინახავს რომ შეუცვლია მას თავისი პოზიცია მე მინახავს შევსწრები ვარ ამას აი რა ვიცი ახლა ამას ამხელა პოზიციაზე მდგომი ადამიანი რო ამას შეძლებ ამიტომ აი მომავალ პატრიარქს სწორედ ამას რაც მას ჰქონდა ეს უშუალო ურთიერთობა წარმოიდგინეთ მე სულ ვარ 46 წლის პატრიარქი იყო პატრიარქი 49 წელი პატრიარქი 49 წელი და მე შემეძლო მასთან მისვლა საღამოს ლოცვაზე და დადგომა ეს საღამოს ლოცვაზე ჩვეულებრივ შევიდოდით რა თქმა უნდა ახლა ესე პირდაპირ შებოდიალდებოდი მაგრამ დაცვას ეთყოდილი ლოცვაზე ვარ ჩვეულებრივ შეხვიდოდი ლოცვის მერე დაგვირიგებდა ხოლმე ხან ვაშლი ქონდა რაღაცა აკურთხებდა ხოლმე ისე შეგელო მისვლა დალაპარაკება ნებისმიერ საკითხზე რაზეც გინდოდა ესეთი უბრალო ადამიანია ეპისკოპოსიც ჩემნაირად მიდიოდა და მეც ისე მივდია ერთნაირად არანაირი თქვა რაღაცა აი ამ იმაში ესეთი განსხვავება არ ქონდა და კიდევ ვიმეორებ მოსმენის ნიჭი ქონდა და აი უსურებ მომავალ პატრიარქს ეს მოსმენის ნიჭი მასაც ქონებოდეს და დარწმუნებული ვარ ესეც იქნება რა იმიტომ რომ ისეთი გზა გაუყვალა უწმინდესმა რომ აქედან ამოხტომა გაუჭირდება ეხლა ვინც არ უნდა იყოს რა ვინც არ უნდა იყოს თავდაბალი მიმტევებელი რამდენ რას არებს არ აბრალებდნენ ერთისთვის არ უპასუხია საერთოდ არავისთვის არ უპასუხია მეუფე პეტრე მან არ დაასჯევინა საბოლოოდ ხო აბა ეს ცნობილი ფაქტია ხო და ხა მეუფე პეტრი ძახის რომ მე ვაპატიო პატრიარქს აქ ხო ხადა ის აი უკრაინის დასავლეთ ნაწილი ხშირად შედიოდა ევროპის ქვეყნების შემადგენლობაში როგორც რესპუბლიკა მაგალითად ლატვია პოლონეთის საერთო სამეფოში ასე ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში და იქ იმიტომ არის რომ უკრაინის დასავლეთ ნაწილში უფრო მეტი კათოლიკე ჭარბობს კიდე აი ეს უნიატები აი ჩემი აზრით ყველაზე საშიში ხალხი არიან რატომ იმიტომ რომ ვიზუალურად არიან მართლმადიდებლები მაგრამ რჯულით არიან კათოლიკები და აი ამაზე რას გვეტყვით ეს მე ისე კარგად თქვი რომ რაღა უნდა ვთქვა. აბსოლუტური სიმართლე არის. საერთოდ ეს ხო იეზუიტური მიდგომა არის რა. ხო მიზანს რომ მიაღწიო ყველაფერი გამართლებულია და ეს უნიატების დაახლოებით აი ამ ნარატივის შემსრულებლები არიან რომ ადამიანს ვიზუალურად ვთქვათ მოიტყუო და მე ვთქვათ ისევ კიდევ ვიმეორებ მშვიდობა, სიყვარული, ერთობა, უკადაგო ოღონდ თან მიყავდეს ჯოჯოხეთის გზაზე. აი ეს არის უბედურება უნიატები ვინ არიან და რა არიან რომ გავიგოთ ამისათვის ალბათ საკმარისი არის მარკოზ ეფესელი წავიკითხოთ და საერთოდ ფერერა პროვინციის კრებაზე რა ხდებოდა. აი საერთოდ როგორ მიდიოდა ეს კრება აი საოცრება რა რეებს უშვებოდნენ ეპისკოპოსებს დელეკატებს საოცრება. ეს უნდა წაიკითხოს ადამიანმა და მე ყველაფერს მიხვდება რა არის საერთოდ ეს. რა შეეხება ახლა დასავლეთ უკრაინას, ყოველთვის ცნობილი იყო რომ მათ ეს ცოტა
არ მგონია რომ ისინი საერთოდ ქრისტიანები იყვნენ, კი ქვიათ კათოლიკეები, მაგრამ რაღაც საერთოდ სხვა მოვლენა. ეს უნიატები თვითონ ბიზანტიაში ჰქონდათ მათ, ხო, ძალიან ფეხი მოკიდებული და მე მუსულმანებმა ამოწყვიტეს ესენი, ხო, თორე ძალიან იყო მაგ პერიოდში. აი წარმოდგენა რომ შეგექმნეთ კათოლიკეებთან რა დამოკიდებულება ჰქონდათ, ეხა შეიძლება ისე რუსოფილობა დამწავონ, მაგრამ ალექსანდრე ნეველს გავიხსენებ, მას ერჩივნა კათოლიკეების უღელზე ერჩივნა მუსულმანების უღელი ყოფილიყო. წარმოიდგინეთ. არა ხა. და ერთ ბოლო შეკითხვასაც და მე დასასრულისკენ წავიდეთ. უკრაინაში განვიხილეთ რა სავალალო მდგომარეობაში არის და ასევე აი საბერძნეთში არის 7 სინოდი. ჩვენთან მადლობა ღმერთს დედა ეკლესია ერთიანი არის. და აი როგორ აქ ხო ეცდებიან ეს ბოროტი ძალები რომ აი სიტყვაზე ეხაც აი მაგალითად პარტია 50 წლიანი ეპოქა დასრულდა და რაღაც ახალი პატრიარქი აირჩიეს და ეხაც ეცდებიან აქ აი სინოდალური მართლობაზე ხო იყო ადრე საუბარი და რაღაცა ხო რომ ეს ჩვენი ეკლესია მართლმავლობა დაშალონ რა და ამის ცდილობა ყოველთვის ჰქონდათ, ალბათ არა, ნამდვილად არ გამოუვათ, გამორიცხულია. საერთოდ ამ ადამიანებმა, საქართველოს მტრებმა და ეკლესიის მტრებმა ვერ ისწავლეს ქართველი კაცის ხასიათი, რომ თუ გინდა რომ ქართველი კაცი გაფუჭდეს, თავი უნდა გაანებო. თუ გინდა რომ ქართველი კაცი გამოკეთდეს და ფეხზე დადგეს ებრძოლო. ებრძოლოს ზუსტად კი, აი ეს ვერ გაიგო რა. აი ვერავინ ვერ გაიგო, ჩვენ დასაბედნიერო და გვებძვიან და ჩვენც ძლიერდებით. კი, ეგრეა. ხო, და ამიტომ ამას ვერ შეძლებენ, მაგრამ კიდევ ერთი ახლა დამსახურებებს რო ლაპარაკობდით, უწმინდეს ის ერთ-ერთი უდიდესი დამსახურება ესეცაა, რომ საქართველოს ეკლესია მთლიანი. ხო, რა თქმა უნდა. პულსზე ეჭირა ხელი ყოველთვის და ამისთვის აკეთებდა ყველაფერს, რომ ეს ერთიანობა არ დარღვეულიყო. ამას ყოველთვის ხანდახან იყო ხოლმე, ხო იცით, ახლა სასულიერო პირები ზოგი ახალგაზრდა ისეთია, რომ ეს უნდა დაისაჯოს, ეს თუ და ახლა კარგიცა ეს უნდა იყოს, ეს ცეცხლი უნდა იყოს ისე როგორ, მაგრამ აი ამას ყველაფერს ასალაშინებდა ხოლმე. დასაჯილ ცოტა მსუბუქად დასჭიდა, ცოტა ისე იზამდა, რომ აი ეს ერთობა შეენარჩუნებინა, იმიტომ რომ ხვდებოდა ქრისტეს კვართის გაუხევლობის უდიდეს მნიშვნელობას. არასდროს არ ყოფილა ჩვენ ეკლესიაში და ეხლა რატო უნდა მომხდარიყო. ჩვენ ერთხელ რაც მივიღეთ, იმას მივყვებით ბოლომდე და ღმერთმა შეგვაძლებინოს. დარწმუნებული ვარ, ესეც იქნება. დარწმუნებული ვარ, გულწრფელად დარწმუნებული ვარ, რომ ამას ვერ შეძლებენ რა, ვერ შეძლებენ. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა რომ გვიყურებდით. მომავალ შეხვედრამდე.